რუსულმა ძალებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქზე მიიტანეს იერიში. უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, დრონებმა საცხოვრებელი კორპუსები, მანქანები და ბიზნესები დააზიანა. ასევე ხანძარი გაჩნდა საწარმოებსა და საწყობებში, რომლებიც 3900 კვადრატულ მეტრს მოიცავს. კიევში ამბობენ, რომ რუსეთმა მათი მიმართულებით 2 ბალისტიკური რაკეტა და 131 დრონი გაუშვა. თავის ყოველდღიურ მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაგმო თავდასხმები და შეერთებულ შტატებსა და მოკავშირეებს რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდა. წარმატების მისაღწევად ყველას სჭირდება დიპლომატია გარდა პუტინისა. შესაბამისად, აუცილებელია მასზე ზეწოლა, რათა დიპლომატიამ გაიმარჯვოს. ამ გზით ხალხის გადაჩენასაც შევძლებთ. თავდასხმების შედეგად დაზიანდა 13 შენობა, მათ შორის ბავშვთა ცენტრი, სადაც მინები ჩაიმსხვრა და ფასადი დაიწვა. საგანგებო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რომ ცეცხლი ჩაეკრო და ადგილობრივებს დახმარებოდნენ.